გახდა 2 საათი და 30 წუთი რაც ვატარებ. შესაბამისად, აქ დამრჩა 2 საათი სატარებელი დრო. ან 45 წუთიან პაუზამდე, ან საერთოდ სმენის დახურვამდე. ეხლა გადავხედე და 90 კილომეტრი დამრჩა, 99 კილომეტრი უკვე იმამდე ჰოლანდიამდე რო გადავიდე. ანუ ესე შეუფერხებლად თუ ვიარე, რაც იშვიათად ხდება ხოლმე გერმანიაში, რომ დღეს საცობში საერთოდ არ ყოფილა საერთოდ არანაირად, მაგრამ წინ 90 კილომეტრია გერმანიას რას გავუგებ. ამიტომ 1 საათი საკმარისია რა. საათი და 10 წუთი თქვათ, რაღაც შეფერხება რო იყოს, საკმარისია. მოკლედ ამ 2 საათიდან მე საათ ნახევარი დღეს თავისუფლად მეტი არ დამჭირდება, რომ ვატარო და პარკინგის მომზადო. გამომდინარე იქიდან, რომ შაბათია, გამომდინარე იქიდან, რომ ჰოლანდიაში არ ჭირს ეს პარკინგები 100 თუ ისეა, მაგრამ ღამე მაინც არ უნდა კონდეთ არც ჰოლანდიაში და არც ადმაგის იმედი. მაგრამ რახან შაბათი და ხვალ კვირა და არავინ არ მუშაობს, ნებისმიერ ეს ქარხნები და ისინი რაცა სამუშაო ადგილები პრომზონებს რო ვეძახით, შევაყენებ და ნებისმიერ ადგილას გავჩერდები, არაა პრობლემა. რა თქმა უნდა, შევარჩევ ისეთ ადგილს, სადაც თქვათ რაღაცა იქნება გავიარე, იმიტომ რომ ამ კუთხიდან ჰოლანდიაში კაი ხანი არ ყოფილ ვარ და გავივლი ახლა აქაც ხვალ ხომ. აი ესეთი დღეებიც არის ხოლმე და მიყვარს ესეთი დღეები. ხა დღეს შემეძლო დამეწყო ადრეს, გვიანაც, უფრო გვიანაც 1-2 საათით გვიან რომ დამეწყო, პრინციპში არ იყო პრობლემა. იმიტომ რომ ეხა 22 საათია და გაკრას 2 საათით გვიან რომ დამეწყო, მაინც მოვასწრებდი იმაში, რა გვამ საათნახევრით გვიან რომ დამეწყო, იდეაში მაინც გადავიდოდი იმას, რა ქვია, გერმანიას. რამე რო იყოს და ზუსტად 24:00-ზე რო ვერ გადახვიდეთ, პლუს მინუს იქ ნახევარი საათი 40 წუთი არაფერს არ იძახიანო, იძახიან და მე სიმართლე გითხრათ საათის გადამიცელია და პატრულით შემხვედი და არაფერი არ უთქვიათ. არ ვიცი ხა პროსტა მიდიოდა თუ რა შვებოდა, მაგრამ არ იძახიან რა. ეხა ნახევარ საათის იმედის ყოფნა შეიძლება დარჩეთ და ეხა მთლად საათს და 2 საათს უკვე 2 საათზე არ ამგონია უკვე გაგაჩერებენ და დაგაჯარებენ ჩემი აზრით, მაგრამ ნახევარი საათი 25 წუთი 40 წუთი ესე რამე რო იყოს, შეგიძლიათ ბოლო-ბოლო თუ სხვა გზა არა გაქვთ ხა საცობში მოხდი და რაღაცა, თორე ასე გაჭიმულა დღეს რომ მოვდივარ და ეხლა დღეს რომ გამაჩერო და შევამოწყვი რაღაცამ რომ შეფერხება არ მქონია მოძრაობის არაფერი და მაინც ნახევარი საათი გადავაცილე, მაგაზე მოგთხოვენ სავარაუდოდ. აი მეგობრებო, ნიდერლანდებში გადავდივარ 23:19. აი ჩემი გათვლილი დროით აი ესე გამოვიდა მოკლედ რა. და ეხა დამრჩა პროსტა 127 კილომეტრი და აქ კიდე 55 წუთი, ანუ 1 საათი შემიძლია და საათი და 55 წუთი მე 127 კილომეტრს გავივლი და რა ვიცი 187-საც უპრობლემო. ეხა ვფიქრობ რავია გავჩერდე თუ პირდაპირ იქ ჩავიდე. ეხა ქვეყანას შევცვლი მე მაინც. ჩემ შემთხვევაში ევროვინეტკასაც ვიყიდი, გზის გადასახადს გადავიხდი ონლაინ. და რა ვიცი, მოკლედ აქით არა, დიდი მანქანა აქითო. ახალი მარშრუტის გამო. ანუ კი გვიანია, მაგრამ არც მეძინება არაფერი, პროსტა აქ ვენლოში მოხვდი რა და ვენლოში მე და ჩემი მეუღლე რამდენჯერმე ვიყავით, მაგრამ გაგვისწორა და რავი გავიდე თუ ვითომ წავიდე და დასლაზე ჩავიდე. აი ანუ ჩემი გადასაწყვეტია ხო ხდები და ეგ ერთით კაია, მაგრამ ეხა მინდა ეს ბოდიალი თუ არ მინდა ეს ბოდიალი, მაგას ჩამოვყალიბდები მოკლედ ეხლა. აი აქ მოკლედ როგორი ის არის, დიდი პარკინგია, აქაც პარკინგია, აქაც პარკინგია, გადასასვლელია და ამ ადგილებს თუ ასახტომია ხოლმე. და გერმანია, ჰოლანდიის საზღვარზე აი როგორ მიჩუჭყმულად არიან მაინც მანქანები. მოდი მე ესე წავალე ხა, მაინც არ ვაპირებ გაჩერებას. ხო, აი ხა აქ ისე დგანან, რომ ვეღარსად ვეღარ წავალ. ამიტომ უნდა შევიდე ესე კიდე რომ ნახე რა ცუდად განახე. ესე კიდე რომ შევიდე. ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, რომ აქაც ძალიან ისე დგანან ხოლმე, მაგრამ ეხლა ჩემ შემთხვევაში გავალ ჩვეულებრივად. აი ამიტომ არ მყავს ეს დიდი პარკინგები, ძალიან ისე არიან, ანუ რაკთან ეხა ამათმაც ხო, მაგრამ აზრი არა აქვს, ანუ მაგის თქმა მინდა რომ ამ დიდ პარკინგებზე ღამე შემოსვლას არა აქვს აზრი რა. მე ხა ქვეყანა მინდა კაცო მარტო შევცვალ და წავედი აქიდან აქ რა მინდა.
გავედით. მოდის აქ მაქსიმალურად გავალთ ახლა, რომ იქ რაღაცებს არ მავდოთ. აჰა, გამევედი, საბურავი აწეულა ჩემი კიდე. აი, ხო ჩავაქრე გერმანიაში და შესაბამისად უფრო ცუდად გამოყვება ისა ბმელი. რა გავედი, ხა გადავსებულია ნახეთ პროსტატო. კიდე რაღაც დადგები რა ვიცი ხა. აქ ამას ვერ ამოუდგები მაგალითად უკან ახ ესე ინკიდგანან, მაგრამ აქიდან ხო გამოსასვლელია. ამიტომ მაგას ვერ ამოუდგებით. მაგრამ გადაჭედილია ხა ეს პარკინგი არა არის, ნო. ეს ვაფშე საათმინის ნახეთ ხო. ესე იგი არ არის აქ ადგილი, თორე მაგდეს არ იწვალებდა თო. და მე კიდე რა ვქნა ეხა წავიდე თუ სადმე კაი მოდი წავალ შემდეგ პარკინგზე გავჩერდები შემდეგ პარკინგზე შედარებით თავისუფლება იქნება და მან მოვძებნი ადგილს მოკლედ აქედან რო არ ვიჩალიჩო ეხა მიაჭირე ხა მიდი წათი ვინა ეს ის კაი არაფერს გაიხარჯი გარო მიდი Hollandia მაინც Hollandia რა, ჩემთვის Hollandia მაინც მაგარია. და ამ ზაправკაზე რა ხდება? შევიდებით თო. აი, მოდი შევიდეთ, აბა რა ხდება ნახოთ. Поверните налево. ახალი მარშრუტის გამოთვლა. კაი, მოდი აგერ მოვძებნი ხა მივუცებ რაღაცებს. ხო არა გადავწყვიტე რომ წავალ ბოლომდე ბარემ აი ნახეთ ახლა 10 საათი მაქვს ერთი დარჩენილი 15 საათიანი სამუშაო შემიძლია 3 მაგრამ გამჭირდება ახლა დღეს 13 საათს არ გამომია მუშაობა ანუ მე რო ახლა 45 წუთი გავაკეთო დასვენება 1 საათს დავიმატებ კიდე და აი საათ და 50 წუთი მექნება სატარებელი 13 საათს საერთო დროში ჩავეტევი Кайфу, сахли манкана ყავს ჯიგარო, უსურთ მისაბმელი და ჯობია წავიდე ბოლომდე და იქ დაცლის წინ ნახე რომ ბევრი ისინია რა ქვია. აი მაგალითად ნახეთ. სადაც მივდივარ ახლა, ხო? აი სადაც მივდივარ ახლა. რა არის 133 კილომეტრს უცებ გავივლიდო. აი სადაც მივდივარ ეს ხო არის დაცლის ადგილი აგერ. აი ამ დაცლის ადგილიდან დააკურით აგერ მანქანებიდან ხედავთ აი გვერდზე არის ადგილები აგერ ერთი რაღაცა პრინციპია დატოვებული აგერ მეორე ანუ აგერაა დაცლა აგერაა ადგილები და რახან აქ ადგილები აქ კიდე სხვაგან იქნება ადგილები აქ სულ ის არის რა ქვია აგერთან რაღაცას დასახლება არის აქაც გადავბუდიალდები თუ რამე რა და ამიტომ მოდი წავალ ეხა მე პროსტა რამე პარკინგს მოვდები სადაც წესიერად გავჩერდები 45 წუთი და მე იმას ვიზავ რა ქვია მე წავალ ბარემ ბოლომდე ყავას მოვიდუღებ დავლებ რაღაცა გავა ის 45 წუთი ძალიან მალე კარგი წავედით ღამე მეგობრებო ხა ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ გზა ჩვეულებრივად ჩანს. აი ღამის იმხრივ რომ ღამე არის და რაღაცა არ ჩანს, ვიდეოში არ ჩანს, თორე რეალურად ბევრად კარგად ჩანს ყველაფერი. მით უმეტეს გერმანიაში თუ არ ხარ და რემონტები არა აქვს გზაზე. ანუ აი ხა ხო ჩანს არა ვიდეოში და ვიდეოზე უფრო კარგად ჩანს, იმაშიც ჩვეულებრივად. რაც შეეხება განათებული არ არის ხოლმე ავტობანები, ზოგი არის ნიდერლანდებში განათებული, ბელგიაში რაღაც მონაკვეთები აქვს, იახტები აყენია, ახლა თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ მე ვხედავ.
მაგრამ როგორც ესეთი ყველგან არის დახაზული გზა და ყველგან არის ზნაკები და სადღაც რაღაცა ვერ აირევით რა და თან ისა რა ქვია ხა სველია ასფალტი ნაწვიმარია და კიდე შავა ჩანს და ეხა უკვე რო შრება უფრო კარგად ჩანს ხოლმე თეთრად აგერ დაიწყო ჩვენი ფართეზოლები გადავედით ხედავთ რომ გადასახვევია უბრალოდ ნახეთ აქ გადასახვევი რომ აქ გადასახვევამდე კიდეა ერთი გადასახვევი და თავიდან ხშირად მეშლებოდა მეც და ბევრს რო ის რა ქვია რო აი ხა აქ არ უნდა გადაუხვიო რო ელოდეს ეს რო ლაპარაკობს თან გონია რომ გადასახვევი გაქვს და აქ კი არა გადასახვევი აი აქ კი არა გადასახვევი ხა ანუ აქ შემდეგში გადასახვევი რა და მაგასაც ყურადღება მიაქციეთ ხოლმე თავიდან რა თქმა უნდა მაინც აგერევათ აი არ არსებობს რო არ აგერიოთ გამორიცხული ამბავია მაგი არა უშავს ერთხელ რო წახვალთ იქ და 1-3 კილომეტრში დატრიალდებით თუ გაგიმართლებთ თუ არ გაგიმართლებთ 15-20 კილომეტრში 30 კილომეტრშიც გააჩნია ყოფილა შემთხვევა ესპანეთში აი ხა აქ უნდა მოუხვი აი აქ ნამდვილად უნდა მოუხვიო უკვე მაინც ნელა შედით ხოლმე აი ხა შევარჩი 40 კილომეტრი და ამ 40 კილომეტრით ჩემ მე კი ახლა თურთი არაფერი არა მაქვს რაღაც უცნაურად ალაგია უბრალოდ უკან თორემ სუბუქი მაქვს თურთი რახან საბურავს ეწევა სუბუქი მაქვს და ვაფშე რამდენი მაქვს თურთი არც მინახია და არც მაინტერესებს იმიტომ რომ გზნობ ეხა რომ სუბუქია აშკარად 15 ტონაზე ზევით არ ამგონია არაფრით რო იყოს და აბა ვნახოთ რამდენი მაქვს აბა ჯიგარო რამდენი მაქვს 11 ტონაა დაჟე ხო ხოლმე სუბუქი თურთია ეგაფერა საერთოდ აი ჩვენ რამე პარკინგი რა გვაქვს ახლა გზა დრო შევიაროთ ბარემ ეს თუ არ გიჩვენებთ იმას მოდი ხა ეს მანქანა გავატაროთ ბარემ ჯიგარო მიდი ეს თუ არ გიჩვენებს მოკლედ იმას რა ქვია აი ეს ის არის თუ არა მაინც მაშინ თუ გინდანახო თუ არა და ეს გადაერთვება აი ხა ამას რო დააწოთ ჩეულებრივად გამოიტანს და პარკინგს არაფერს არ მიჩვენებს ეს ანუ სადღაც ისეთ გზაზე მიდივარ სადაც პარკინგი არა ან უბრალოდ ამ გზიდან ახლა გადავალ იმ გზაზე და მერე ამომიგდეს პარკინგს ხო ეხა შევერთები იმ გზას და მერე დამიწერს პარკინგების გრაფას მერე გამიაქტიურებს ესე რო ვთქვათ აი ხა ეს რაღაც მონაკვეთი განათებულია ხანდახან არის რომ ისეთ ქალაქებთან ახლოს ბანები ჩვენ ერთი ავტობანი გვაქვს და განათებულია ხო მაგრამ აქ იმდენი ავტობანია ყველაფერს რა განათებს ხო ეს განათებაში არ ითვლება ეხა არა კარგად განათებულია ხოლმე ჰოლანდიაში ბელგიაშიც არის ხოლმე მაგრამ ინგლისშიც მაგრამ ძალიან ბევრგან არ არის განათებული აი ხა აქ არ მიჩვენებს პარკინგებს ხედავთ აი აქ უნდა აჩვენებდეს აი ხა რო გავალთ აბა გზაზე როგორ ამოაგდებს ნახოთ აღარ გავდივარ თო აი ხა გავდივარ ხა როგორც გავხდები ამ ზოლებს მე დაწერს რა გადაიტანს აი დაკებსაც უხურე თუ გინდა თქვენც აი რა ხდება ზევით რა ხდება ქვევით იგივე ამბავია ქვევითაც მე ამ ხილა შესახვევი ადგილი აქვს წარმოვიდგინე აი რა ამ ხილა შესახვევი ადგილი მანძილი გაქვს ზღოლს რომ გადავიდეს ყველა და გადაალაგდეს უპრობლემო ეხლა პირდაპირ შესახვევი არაა ხოლმე აჰა დაწერა აი ეს გააქტიურდა ხედავთ ეხლა რომ დავწეროთ აჰა 24 კილომეტრში 40 კილომეტრში 54 კილომეტრში ესე იგი მე მინდა 24 კილომეტრში რახან 42 წუთი დამშა 42 წუთში პრინციპში მე გავივლი 60 კილომეტრს უეჭველი გავივლი თუ რამე შეფერხება არ იქნა ანუ ამ ტემპით 60-70 კილომეტრს გავივლი დაჟე ამიტომ 23-ში შევალ აღარ შევალ ეხლა ეს რაღაც იმაში აღარ შევბოდიალდები აი მოდი 23 ავრჩიოთ მაინც რო არ გამოგჩეს ყურადღების გამო ეს უბრალოდ დავაწვევით პარკინგს ოკეი და
Всё. ეს ახალი მაგითი არის, კაი, ახალი ვერსია, რომ მარტივად შვება და ეს რაღაც წინა ვერსია სხვანაირ რაღაცეები ჭირდებოდა რა და წინა ვერსიაზე აღარ ვილაპარაკო, ჯერ ერთი აღარც მაქვს და თან თქვენს აღარ გეკთემათ სავარაუდოდ თუ ამ პლანშეტს იღიდით, ეს პლანშეტი მართლა არის ჩვეულებრივი Samsung-ი, რავი, რომელი Samsung-ია, აღარ ვიცი. თუ რამე მაგასაც დაგიწერ თუ გინდა, მაგრამ მე და ჩემ მეგობარს გვაქვს ეს. ჩემს სიზასაც ეს აქვს პრინციპში და ვიცი, მე-3 წელია, მე-3 კი არა, მე-4 წელია უკვე მუშაობს უპრობლემოდ. ჩემ მეგობარს რაღაც პრობლემა შეექმნა, რაღაც GPS-ი დაკარგა რა. ვეღარ იღებდა სიგნალს. ჩემი და ჩემი სიზიც მუშაობს ჩვეულებრივად. ჩვეულებრივი პლანშეტია, არაფერი განსაკუთრებული ისეთი მეხსიერები და რაღაცა მოშნი არ არის, ასე ვთქვათ, მაგრამ ის მეხსიერება რაც ჭირდება, აიგოს და კიდე CGIK მქონდა, მაგრამ აღარ ხმარობ მაგ CGIK-ს. ამ ორი პროგრამისთვის რა საჭიროა? მაგდენი მეხსიერება თუ აქვს, თან ჩიპიც იდება, ჩაწერთ პროგრამას, რა ვიცი, დაახლოებით 30 ლარი უნდა, თუ 35 ლარი უნდა იმ ბიტს. და ესეთივე გექნება ზუსტად ერთი-ერთი რაც მე მაგ ქართულად მოლაპარაკე. და ჩვენ გადავიდეთ ახლა აქეთ. რამე ასწორებს რა, არავინ არა, ეხა ამ დრომდე არ მუშაობენ ხოლმე როგორც წესი, მაგრამ მე როცა ჩემ დროს ვანაწილებ, რაღაცა ეს საღამოს პერიოდები უფრო მომწონს ხოლმე, იმიტომ რომ არც მოძრაობა 107 კილომეტრას უფრო მეც გადიხარ, მე მაწყობს რომ ცოტა იმაში რა ქვია, იმ ჩემ 9 საათში ბევრი კილომეტრაჟი გავიარე, 9 საათში გერმანიაში რომ ატარო დღე-დაღამე ვერ გავივლი იმას რა ქვია, 500 კილომეტრზე და 400 კილომეტრზე ვერაფრით ვერ გავივლი, თო. მით უმეტეს მეორე ავტობანზე და ამიტომ მე ვკაიფობ რა ისეთ რაღაცები და ეხლა გავჩერდე და დავიძინო და ის 1 საათი არ ავიღო, მირჩევნი ავიღო ის 1 საათი, თან უკვე ადგილი ვიცი რომ იქ არის, იქ რომ არ იყოს გვერდზე პარალელურ რომელიმე ორ ქუჩაზე მაინც დამხვდება, ბელგიაში ეხლა ეგეთი ადგილები არ არის პრობლემა პრინციპში, არც ჰოლანდიაში და მირჩევნია ვიარო რა. ჩემ მეგობარს მაგალითად თვალები აწუხებს და ღამე საერთოდ ვერ იტანს სიარულს და ღამე არ უწევს იმას სიარულს და მე ჩემზეა დამოკიდებული თუ მინდა გავჩერდები ხა და დავიძინებ ხო, მაგრამ არ მეძინება ეხლა და მირჩევნია წავიდეთო. აგერ ჩავრთო რაღაც მუსიკა და ჩემთვის ვიკაიფო, მირჩევნია მოკლედ. კაი, წავიდეთ მოკლედ და შევიდეთ პარკინგზე და დავისვენოთ 1:45 ყავას დავლიოთ. გვიანი კი, მაგრამ აი დავლევ ერთ ყავას კიდე. დღეს არ დამილევია ყავა სხვათა შორის. კარგი, წავედით მოკლედ. აი, აქ მაგალითად განათებულია ეხლა. და გვირავში გავდივარ თან. წინ კი არა, გვირავი, უკვე გვირავში ვარ. შემობოდიალდი აქ რა ვიცი, აღარ წავედი იქ ის განათებული რაღაცებია, ფისო. როგორი ფისო? შალახოს წეყავს. მე მგონი. თუ ზაღლი ხარ, ვეღარ გავიგე. აქ შეიძლება, კი შეიძლება რაღაც. შემობოდიალდი აგე რა ვიცი რაღაც თავისა. ან ესეთ განათებულ ადგილას უფრო მიყვარს, აი ვაფშე არ შეიძლება ეხლა ისა ვაფშე არ უნდა ვიყო აქ, მაგრამ აი დრო რომ აქ შემობოდიალდი რა. მიყვარს ესე ჰოლანდიაში ბოდიალი რა და შუქის ჩემი მევასება ჰოლანდიაში, ეხა იქ წითელი რო ენთოს მაგალითად ახლოს რომ მივახლოდები, ღამე როა, მოძრაობა რო არა, ავტომატურად აინთება მწვანე. აბა იქ თუ მომიწევს ეხა წითელი. ეხა უკვე მანქანა მომყვება, თორე აქ დავდგებოდი, ეხა პაუერინგს ჩავთავდი და ის გამიწვანდებოდა. ეხლა რო დავდგა პაუერინგი ჩავთო, რახან არაფერი მოდის, ეგრევე გაგიმწვანდება. ეს მაინც მწვანეა უკვე. მე ამ კალოგას ვიჩვენებდა, მაგრამ ეხლა ამ კალოგაზე როგორ შევალდო. კაი, მოდი შევიდეთ რა. კიდგას ეგერ ვიღაცა და ჩვენ შევიდეთ, მაგითაც ცოტა. ახალი მარშრუტის გამოთვლა. ახალი маршрутის გამოთვლა. Через 100 метров поверните направо. Поверните направо.
აი მოდი გავჩერდები აღარ წავალ ხა იქით. დროს და 2 წუთი მაქვს. მოდი ხა ჩავაყენოთ ჩვენ ესეთ ცერად აქ. ალდი რატო ვეტენო ეხა მეც მაგარი ვარ ამით რომ აქ რავი ადგილები არის და აქ რატო ვეტენო რომ ამოწავიდე სხვაგან სხვაგან რო წავიდეთ ჩვენ იქი დიდი აზრი არ აქვს და მოდი ამიტომ ეს პაკასკა ერთი დავუთვათ ჩვენ აჰა დაიწყო პაკასკა დაშვება იქით ვარ დავტრიალდე პირდაპირ წავალ ეხლა ესე თქვენ არაფერი თქვათ ოღონდ არავისთან აი, ამაზე ვიძახე, ჩაერთო, ხედავთ ნიშანი. მანდა ჩუქნიშანი იქნება სავარაუდო და ახლა მანდა საბა იმედია წითელი იქნება რომ განახოთ. საქართველოში თუ არის ეგეთები არ ვიცი რავი არის და აყენეს ეგეთები. აი წითელია ახლა გაგრას ნახე და ეგრე წითელიანთი. ეხლა რომ მივალ პარკინგს ჩავთავ, აი ეს ჯადვარდინი აქვს შეიძლება მანქანები მოდიოდნენ იქ და ხედავდეს ვერ გეტყვით, მაგრამ არა, მაინც ჩაერთო, აჰა. მაგარია. ეხლა იქ რო ჩავთო პარკინგი ეგ ჩაერთვება, გამწვანდება. მაგარია. აუ დროზე მინდა გავჩერდე რომ ამ წვიმის რა ხარუხში ყავა დავლიოტო მევასება. მაგრამ პრინციპში ჰოლანდიაში წვიმა სულ არის, კაცო, აქ პრობლემა არაა წვიმის. აი ხა აქაც ნახეთ, აი ხო მივდივარ. ჩავერთე პაურნეგი და წკაპან. ვენა ადამიანია, შუქნიშანია კი არა. რა დაცხო და ჩემი მომდე რამდენი დარჩა კი მაგრამ 1 კილომეტრია ჩემი მონიშნული პარკინგი აი მოდი მივიდეთ 1 კილომეტრში პარკინგი აქითო უკან რამე ხო არ მიდგას არ მიდგას პარკინგზე იქით წავიდე აი მოდი წავიდეთ იმიტომ რომ ხა პარკინგზე არ იქნება ხოლმე ადგილი ეს შეცვლიყავი ხა აქ სამივდივარ ნო აი ამანაც დაიწყო ციმციმი 15 წუთი ამინთო რომ აი 15 წუთზე მეტი აღარ გაქო და ჯიგარო გეყოფა ეხა შენ სიარულიო მაგრამ მეც ვიცი ჯიგარო რომ ეყოფა სიარული აი რო არ გასვენებს გამჩენ თუ გავჩერებული იყავი იქ აი ხა ადგილი რო არ დამხვდეს ხო არ ღირს რო ფარტხა ფურთხი თვია რომ მე იქით კიდე სხვა პარკინგამდე აბა ეს ნახე როგორ დგას ხა პარკინგი იქნება ო აქაც როგორ მანქანებში ანკაც არ არის ადგილი
აქ მე არ შავალ, აქ მე არა და ახია ჩემზე. ახია ჩემზე მეგობრებო, გავიჩალიჩე მოკლედ როგორც იტყვიან. არა უშავს ჰოლანდია. მარშრუტის გამოთვლა. სადღაც რაღაცას მოვძებ. Так, ესე იგი 14 წუთი, 4 წუთი გამოვაკლოთ, ეხლა არ გვინდა ეს პარკინგები და რაღაცებს დავიტოვოთ, 15 კილომეტრში მაქვს პარკინგი მოსაძებნი. ამიტომ დავაჭირეთ ეხლა ჩვენ გაზ ბოლომდე და ვგაზავთ, მოკლედ 15 კილომეტრში რამე პარკინგი უნდა ვიპოვოთ ან ადგილი. აი 14 წუთია დრო. კარგი ჯიგარო მაშინ ასე მოვიქცეთ 15 კილომეტრში არის დიდი პარკინგი და შეიძლება იყოს ადგილი, მაგრამ მაგას არ ვენდობი, მოდი ახლა ტელეფონს გავწევ და აქ მოვძებნი ჩემებურად. გაწვიმდა მოკლედ ჩაირთო შუქნიშანე, აჰა, მიდი, გაია. და რავი, სადღაც მოვედი მოკლედ. რაღაც ადგილს კი ნახავ დრო, რამდენი დამრჩა? 4 წუთი დამრჩა მეგობრებო დრო. დრო დამრჩა. გადადი შენ ჯიგარო გადადი ახლა. აი 4 წუთი დამრჩა დრო. მაგრამ აქ ის ადგილას ვარ ბოლო სადმე მივაჩერებ, აქაც მივაჩერებ, დაკეტილია ყველაფერი, არაა პრობლემა. აქ რა ხდება, აქ ვერ მივაჩერებ. აქაც ვერ მივაჩერებ. აქ გადასახტომი გვაქვს ახლა ჩვენ რომელიც არ გვინდოდა. ოპ. აქაც მივაჩერებ რამე რო იყოს. დრო 4 წუთი ისე 3 გახდება ახლა. გავიჩალიჩე რა მინდოდა გავჩერებულიყავი რამდენი ადგილი იყო რომ მქონდა ის მქონდა ეს მქონდა ბოლო აგერ გავჩერდები ყველაფერი დაკეტილია კაია რომ ღამეა და თან ის არის რა ქვია წინ რო წავიდეთ ჩვენ აი ხა აქ შეუხვიო ჯიგარო უნდა ბოდიში წინ რო წავიდეთ ჩვენ სამი წუთი მეგობრებო, 3 წუთი დაგვრჩა. თუმცა ბევრი აღარ ვიცვალოთ და მოდი აიგერ მივაყენოთ, არაფერი არ დაშავდება, ამით ამაღამ კაცშვილი აქ არაა მომსვლელი. თავარია განათებული ადგილი გვაქვს, წვიმა გვაქვს, ყავა გვაქვს. დროს გვაქვს. აი გავჩერდეთ ეს. აჰა, მოკლედ 15 წუთს გიწერს, მაგრამ 2 წუთი. და ეხა მანქანა ჩავაქეთ. იმიტომ რომ ხანდახან ჩაგუჩებზე დგას ხოლმე და ხო კლიმანქანა თუ დადგე და მაგი დასწრებაში არ ჩაგითვლის. აი, ეხა მინდა ყავის გაცხელება, ისა ყავის მოდუღება და კაი მოშნი წვიმა რა ხარუხით. აი თუ ისმის მეგობრებო ეხა ხმა ამ წვიმის ოდნავ გადაიღო ეხა მაგრამ მაინც არის ხმა აი ეს მომენტები ასწორებს რა აგერ ყავა და ეხა ამ საღამოს არ უნდა ვჭამდი ეს რაღაცებს მაგრამ მაქვს ნაყიდი ნამოკლედ და შუშები ორივე ჩაწეული მაქვს ნიავი უკიქინებს აი ხა ესე დავიყენებ ამას პრინციპში ამას აქ გადმოვიდებ ამას ასე დავილაგებ აგერ კოხტად და ლამაზად ხო და აჰა ესეთი მომენტები მისურდება მოკლედ აი ეხა დღეს შეიძლება თქვას აი სხვა კაცმა რომ აი 23 საათი გახდება ხო ეხა რომელი საათი მაგრამ აი ეხა 1 საათი და 2 საათი ღამის სიარული აი ეს მომენტი ეხლა აი ეს სიამოვნებას მომწევს თუმცა ჯანმრთელობას წამართმევს ეს ტკბილეულობა მაგრამ
ნუ ეს მომენტი მისწორდება რა. ცოტა ჭკვიანად დამეგეგმა, უფრო კაი ადგილას აღმოჩნდებოდი. მაგრამ ესეც არაა ცუდი. მოკლედ მეგობრებო, გახდა 46 წუთი. ანუ მინიმუმ 45 წუთი ვიდექით. ხოდა ეხა დავიზრები. და მაინც კარგად მოვძებნე იქ ადგილები გადავამოწმე, მოკლედ თქვენთ რომ ნახოთ კიდევ ერთხელ როგორ ხდება ამ ადგილების გადამოწმება. აი ნახეთ, სადაც მივდივარ. მაგ ადგილას აი აქ ხო დგან ან ტრაილერები, აგერ ხო ხედავ რომ ტრაილერები დგან, აქ კაც უნდა ჩავაგდე მოკლედ. აი აქ რო დავაწვეთ თითით. აი ხედავ რომ აგერ ტრაილერი აყენია, ნუ აქ არის ადგილები, როგორ ჩანს ამ ადგილას. კარგი, ასევე ვნახე ამის პარალელურ ქუჩაზე. აი აქაც დგანან პატარა მანქანები. იდეაში აქაც შეიძლება გაჩერება აი ამ ადგილას. აქ რო დავაწვეთ თითით. აი აგერ რო დგას მანქანა, მაგალითად აი ამ ადგილასაც შეიძლება გაჩერება რამე რო იყოს. ასევე ვნახე ჩვენი ადგილი ხო აქ არის. აქაც ხო ვნახე. ასევე ვნახე ადგილები აი აგერას დგას მანქანა, ხედავთ? ეს მოძრავი მანქანა არა, ეს დგას. ასევე ვნახე აი ამ ადგილას, აი მე თუ აქ მივდივარ, აი ამ ადგილებში ვნახე აი აქ ისიც არის, აი ნახეთ, აი ტრაილერი სადაა მარტო ტრაილერი დატოვებული. ასე რომ ამ მიდამოებში რამე რო იყოს ეხა რომ მივალ. აქაც არის ადგილი, აქაც არის და მოკლედ სადღაც ვნახავ ყველა ვარიანტში რა და. აჰა, მივუჩნდოთ მაინც ადგილი, სადაც ჩვენი დაცლის ადგილია. ამიტომ მან პრობლემა არ იქნება. ესე იგი 103 კილომეტრს მიჩვენებს ეს რამდენს მიჩვენებს? Направляйтесь на ეს юго-запад. რადგანაც 90-ს მიჩვენებს. მაგრამ ნუ კაი დაალაგდებიან. ამასობაში 59 წუთი გახდა. და წავედით ეხა ჩვენ. ეხა კიდე ნახერის თქმა მინდოდა. მე ხო 2 წუთი დამრჩა მან სატარებელი, ხო? ანუ ადრე ეს შეკითხვა ტახოგრაფზე რო ვსწავლობდი საქართველოში, მან დასწრეს და შეიძლება თქვენს გაგიჩნდა და თქვენს ვერ ხვდებით ეხა რომ ეს 4 საათ ნახევარი რო გააქვს და რო ატარებ 4 საათი და 27 ის 3 წუთი ხო დარჩა იქ, ან რო ატარო 4 საათი ნახევარი საათი ხო დარჩა ის სადმით, არც და არ მინდის ის დაგემატებათ. ეხა მე რახან აქ 2 წუთი დამრჩა, ამ ორ ეხა 1 საათს კი აღარ დამემატებს, აი იმ 2 წუთსაც გადაამატებს და საათ და 2 წუთი მექნება. რომ მქონოდა მაგალითად 15 წუთად რო გავჩერებულიყავი, საათს კი არ დამემატებდა იმას საათ და 15 წუთს. ან თუნდაც 1 საათად რო გავჩერებულიყავი, გინდა 2 საათად რო გავჩერებულიყავი. ჩვეულებრივად ამ საათს გადაამატებდა მაგას. ეხლა აი, შუქით ჩაურთოთ, ეს გამოვურთოთ, ზევი დაკეტილია, ყველაფერი დალაგებულია, პაორნიკი მაინც ჩაურთოთ, არავინ არაა, მაგრამ ველოსიპედები მიდიოდნენ ეგერ ამ წვიმაში ეხლა. ეხლა აქაც პაორნიკი, ეხლა შეიძლება არ ჩაერთოს, იმიტომ რომ მანქანები მოდიან. მაგრამ ჩაერთო მაინც, დავასწარი იმათ. იცის რომ დრო ცოტა მაქვს დარჩენილი, ბევრი არა მაქვს და მე მომსაო პირადესობა. აი, წავით ეხლა მაინც უნდა უბერო ჩქარა, იმიტომ რომ 93 კილომეტრზე ეხლა მე აქ ჩქარა ვერ მივდივარ. ნუ მე ვფიქრობ ისე იგივე იქნება 2-3 წუთი დამრჩება სავარაუდო დრო, მაგრამ მე მიჩვეული ვარ მაგნაირ რაღაცებს. ნახოთ მოკლედ რა ვიცი. აი მეგობრებო, გამიხდა 9 საათი და წეღან ვერ მოვასწარი ვიდეოს ჩართვა, მაგრამ ტახოგრაფმა ციმციმი დაიწყო. ანუ აი 1 საათი ჩათვალე მე 10 საათზე გადადის ეხლა და რომს გამოგჩეთ სიტყვაზე ვიზახიათ რომ აციმციმდება ტახოგრაფი, ეს იგი რაღაცა უნდა რა. და ამით უკვე ვიცით რომ დამატებით მე 10 საათზე გავდივართ. და აგერ მიწერს რომ ამის შემდეგ 9 საათიან პაუზას ხავს მინიმუმ. ხო, ანუ მე იქ ჩავალ, ეს მიწერს 2:39-ზე ჩახვალო, მაგრამ ამ 75 კილომეტრში მაგ 9 წუთს მოვიგებ. არა, ეხა ღამეა და მაგ 9 წუთს მოვიგებ, ჩათვალეთ 2:30-ზე ჩავალ ეხა მე მან. და 2:30-დან დილის 8 საათამდე ხვალ კვირა მთელი დღე წინაა და ორშაბათი დილის 8 საათამდე, კაი 28 საათი გამომივა ცოტა მეტის დასვენება დაჟე.
კარჩე 27-28 საათი მაინც გამომივა დასვენება რა და ასე რომ ამის 9 საათიანი პაუზა რა თმინდა ხო და გინდა 11 საათიანი აი მორიგა აეროპორტ ჩაუვარე ეხლა გვერდზე ჩავდივარ უბრალოდ ძალიან ბევრჯერაა რომ აეროპორტებს გვერდზე გავდივართ ხოლმე და როგორც გითხარით ხშირად ასაფრენ ბილიკის ქვეშაც გავდივართ ხოლმე აი ხა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ეს რამდენი ხანიაო კაცო წვიმსო მაგრამ ნუ აი ეს ჰოლანდიაში გააჩნია რომელ კუთხეში ხართ აქ ესე გადაუღებელი წვიმები საერთოდ არავის არ უყვირს აი მორი გვირავს გავდივართ მეგობრებო რომელიც ჰოლანდიაში ბევრია პრინციპში განსაკუთრებით როტერდამის და იმ მხარეებში GPS-ის სიგნალი დაიკარგა. GPS სიგნალი დაიკარგა, მაგრამ აგერ გვიჩვენებს რამდენი არის დარჩენილი. კილომეტრი და 600 დარჩა, კილომეტრი და 500. და მაინც ინფორმაციას გაწვდით, რომ ესე ანდიხან არის ხოლმე შედიხარ 7-8 კილომეტრია, რავით 15 კილომეტრიცაა და 18-ცა გვირავი და 24-იც დაჟე და არ მთავრდება ფიქრობ კაცო სად დავარით ვეღარ გავდივარ და ამ დროს გეუბნება რა ეგ რამდენი დარჩა მანძილი მოგეთ ქვეყანა შევცვალე ხა აღარ შევედი იმიტომ რაღაც მანქანები და ხალხია ბევრი აქაც პატრულებით განან და ძალიან ბევრი ტრაილერები და ხალხი იყო აზრზე არა ვარ ახსდება და ახლა შევსულიყავი შეიძლება ვერ გამოვსულიყავი რა მაგრამ გამოვიდოდი პრინციპში მაგრამ იქით იყო ძალიან ბევრი ხალხი ალბათ ერთი რა ვიცი 300 მანქანა მაინც იქნებოდა 200-300 მანქანა რა შეკრება აქვს ვერ ხვდები საზღვარზე ვერ ხვდები რა შეკრება ახალგაზრდები არიან ძირითადად მაგრამ მარტო პატარა მანქანები კი არა დიდი ტრაილერებიც აყენიან და ტრაილერებზე ზევიდანაც იყო ხალხი და ბევრი პატრული იყო პროსტა ვეღარ გადავიღე ჯერ ჰოლანდიიდან რო გავდიოდი გამოდი ჯიგარო ჰოლანდიიდან რო გავდიოდი პატრულები შემხვდა რაც იშვიათია და მე ბელგიაში რო ციმციმებდნენ მეთქი რა არის თქო და რაღაც შეკრება აქვს მოკლედ ამ წვიმაში თან გარეთ განან ტიპები და რა არ უყურდეს წვიმა ხო გეუბნები აი მდინარეს მიუყვები ხა დის არ ჩანს აგერას პატრულებით განა, ნუ რაღაცა არის და იმაშვებიან რა. აკონტროლებენ ესე რომ. აი ლუქსემბურგის მიმართულებით მივდივარ ეხლა, მაგრამ ლუქსემბურგში არ შევა, ლუქსემბურგშიც კაი ხანია უკვე აღარ ყოფილვარ. და ეხლა რაღაც ხიდი უნდა გადავიარო კიდე. მოგე ძალიან ბევრი პატრული იყო რა, ამდენი პატრული ერთად არ მაქვს ნახე რაც ჩამოვედი. აი ხა მანდრო პატრულები და რაღაცას შეფერხება რა ყოფილიყო მე უკვე აღარ წამოვიდოდი აქეთ ხვდები მე უკვე სხვა უფრო ახლო პარკინგში შევარჩევდი ანუ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ აი ეს ამდენს თუ ბოლობდე წუთი წამიწამზე ნუ რა საჭიროა ხო არაფერ საჭირო არა მე უბრალოდ მე მირჩევნია რომ და ხვალე კიდე დაქოქე მანქანა იარე მაგას მირჩევნია ჩავალ დღეს რა და ვსიო ხვალ მთელი დღე არაფერს არ ვაკეთებ ვიждები და ჩემს საქმეებს მივხედავ ახლა რაღაც ონლაინ კურსას გავდივარ აქეთ ეს რაღაც სხვა საქმეები და ბევრი მაქვს რა მოკლედ საქმე გაჩერებულდაც ხო და ამიტომ მირჩევნია რა ჩავიდე ხა დღეს და თუ რაღაცაა და ხედავ რომ ვერ ჩავდივარ სხვაგან მოვძებნი კიდე ახლა 28 წუთი დამრჩა მაგალითად და 32 კილომეტრი ანუ 28 წუთი სადღაც გავივლი 38 კილომეტრს გავივლი უპრობლემოდ მაგრამ ეხლა რა არის აღმართი დაიწყო თუ ხო აღმართი დაიწყო არ ემჩნევა მაგრამ მანქანამ დაიწყო დაგდება და არა მსუბუქი მაქვს ერთი და 41 მეტრი 42 საკმაოდ აღმართი არ ემჩნევა თვალით მაგრამ აი 44 45 46 ანუ ესე მივიწევ მაღლა სიმაღლეში მაგრამ როგორც იტყვიან აღმართი მოყვება ეხლა აქ რაც დავკარგე სისწრაფე იმას ეხლა იქ ამოვინაზღაურებ აი მორიგა აეროპორტს გავდივარ კიდე სხვას
დამჭა 10 წუთი და 6.4 კილომეტრი, მაგრამ გზად არის აგე რაღაც დიდი პარკინგი გავაძრე აქითაც და აქითაც და შუაში ხიდია გადადიან და ფიქრობ რომ აქ ადგილი იქნება. ეხლა აქ თუ ადგილი არ იქნა, მე იმ მნიშვნელოვან დროს დავკარგავ, რომელიც იქ მისასვლელად დამაკლებოდა. მაგრამ იმხელა პარკინგია, რომ არ ამგონია აქ ადგილი რო არ იყოს. არა და უკანაც მანქანა მომაჯდა რომ ნელა შემელო, მაგრამ კაი მოდი შევიდეთ თუ აქ იქნა ადგილი მირჩევნია რომ აქ იმას აქვნა, რა ქვია, აქ გავჩერდე. თან აქ ნამყოფი სავარაუდოდ არა ვარ, იმიტომ რომ ეს ხიდი არ მეცნობა და დიდი მანქანები აქითო, მოდი აბა ვნახოთ. მე მგონი იქნება აქ, იმიტომ რომ დიდია, საკმაოდ დიდი პარკინგია და თუ არა და ბოლოა ესენი რო არიან აგერ გაჩერებულები, აგერ გავჩერდები მეც. აქ არ შეიძლება ავტობუსების გაჩერებაა, მაგრამ თუ რამე და ხვალე დაზვრათ შემიძლია მანქანის. აბა აქ თუ არის, კი არის აგერ ადგილი. ხო არის ეს ადგილი, თუ არ არის ეს ადგილი? კი არის ადგილი. ერთი ადგილი აგერა და აგერ გავჩერდები, პრინციპში აგერ ადგილების მეტი რა არის, ხო? იქ მისვლას აგერ კაი რაღაცაც არის. საპირფარეშო დუში ყველაფერი იქნება თუ რამე და ამიტომ გავჩერდები აქ. ეს კაი ადგილი შემხვდა ეხლა აგერ. იმიტომ რომ იქ რომ მივიდოდი, ხო, იმ კონკრეტულ ერთ ადგილას თუ არ დამხვდებოდა, მე მეორე ადგილამდე უკვე აი წკიძე ვიქნებოდა მეორეგანაც რო არ დამხვდროდა კურდღელი ნახეთ, ბაჭია. ბაჭია ნახეთ. ბაჭია. ბაჭია. ყურები რო დაცვით რა იყავით, ვერ გხედავ თუ რა. ო, აქ ხვალეც იქნებიან კურდღლები. მე ხა ბოლოში დავდგე თუ აქ, მოდი აქ დავდგები თავში, იმიტომ რომ აქ ადგილები აშკარად არის კი. დრო 7 წუთი. მაგრამ აქ პერეკოსი არის და ისე იქ დამდგარიყავი ჯობდა იდეაში. იქ დამდგარიყავი ჯობდა. აიცა აქიდან რო წავიდე ხა მე იქ. აქიდან რო წავიდე იქ ისე უკან დავტრიალდე 7 წუთი მაგ დრო 7 წუთი მეყოფავდი. აი მოდი აქ არ მინდა ამ კალონკასთან გაჩერება და დავდგები, იმიტომ რომ აქ დაქანება აქ და იქ ეცე ვიდგები. ესე გადმოყიავებული დაწოლა არ მიყვარს რა. თან ადგილებია ქვეყანა ნახე. განგაი პარკინგია, მომწონს ესეთი პარკინგები ბელგიაში არის ხოლმე კი. ამდიხან არის ხოლმე კაი პარკინგები დიდები. პრინციპში ესეთი კაი პარკინგი ბევრი არ არის. სიმართლე გითხრათ, ბელგიაში ამ ყველა ტერიტორია ბევრს არ აქვს. დამჭა 6 წუთი. აი აქ შემიძლია ისე გავჩერდე. აქ ძალიან პერეკოსი არა აქვს და ბრუსები მაქვს და იმაზე შევაყენებ მანქანას წინაცვლას. მეც მაგარი ვარ, აი მან გავჩერდები, ახლა ისე მოვა. აქ ძალიან აქვს პერეკოსი. აბა ბაჭია ვნახოთ. დაცვით ყურები კიდე. კიდე დაცვით ყურები რა როჟა. ყურებს რო წვითავს თვითონ რა ვერ გავიგე. მოდი ერთ წელს დავარტყავ ესე ამისი. ბაჭია. არა, უნდა გაჩვენოთ. უნდა შეგახედოთ ახლა ამაზე რა.
ამ მაიმუნს უნდა შეხედოთ ეხლა თქვენ. ხედავთ? ბაჭინია. მაგარია. ძალიან ბევრი იქნებიან, თო. განსაკუთრებით ღამე გამოცვიდებიან. ეხლა მან მაგა ჩათვალე ისა აქვს, რა ქვია, თავიანთი სახლი. და მე ამ ბაჭის ყურებაში დავრჩა 4 წუთი. ბაჭუნია დავაფრთხე, მაგრამ არა უშავს გამოძრა ნახე. სულ არ ეშინია. აი მოკლედ მე მაინც გადავწყვიტე რომ გავჩერდე აქეთ. ძალიან კაი პარკინგია ზომა მომწონს. არა ვარ მართლა ნამყოფი, შეიძლება იქით ამ მხარეს ვიყო ნამყოფი? სად იყო ის სწორი ადგილი? მე მგონი აქ. ეს იყო ეგ სწორი ადგილი. რომელშიც მე აქ როგორც ჩანს ვერ შევალ. ეს გაზ ძალიან ცუდად ნახე ეს სადა აქ ტრაგი გამოყოფილი რა პონტია მზე დავადო აი არ შეიძლება რა ეხა ნახე რამ ხელაზე ტრაგი გამოყოფილი სავსეა ადგილები შედალუცილო და დააყენე რა ეგ მანქანაც ესიერად თო ამასობაში მე დამჭა 2 წუთი აი სარკესთან ძალიან ახლოს მივედი ხა მაგრამ არც ის ამჩა 1 წუთი. მოიცა ერთი დავწერე ტელეფონი. აი მოკლედ მე რომ მიდოდა ისე ვერ გავჩერდი, მაგრამ ზატო ეს სტორეზე მაინც გავჩერდი. ის ხედი მინდოდა ამ ერთში. გადავყევი ამ ბაჭიას დევნას წინ დაუკა. აი ჩვენ რა გვაქვს ხარ 8-17 კილომეტრი გაგვივლია საერთო დრო 12:59 ნახეთ 13 საათზე სავტკეტავ ეს უნდა მოვასტრო ეხლა და დავკეტო. კანესტრანი ბელგია უკან და всё. აი ნახეთ სად მოვასწარიდო. ბუდილნიკი რომ ეკხონა დაყენებული 13 საათიანზე აი სად შესულა ხედავთ? აი ესე ვიჩალიჩებ ხოლმე ხანდიხან რა გინდა შულო არის ადგილები და ის და დაეტიე რატო? ეხა მანქანას წინაპადვესკას დაუწევ. და უკანას წამოუწევ, აი რატოა პადუშკებზე კაი და გავასაშვალებ მანქანას. აბა გასაშვალდა ეხა არ ჩანს, მაგრამ მაინც. კარგით.
დღეს როგორც ხედავთ, ბევრგან შემეძლო გაჩერება, საერთოდ ჰოლანდიაში შემეძლო, როგორც კი გადმოვედი გაჩერება, ხვალ წამოსულიყავი, მაგრამ ნუ აი კაცია და გუნება რა. მე ასე მირჩევნია, რა ვიცი და ვიღაცას მაგალითად არ ურჩევნია პირიქით წელავენ ხოლმე ზოგი დროს და რაღაცა შენთან რომ მუშაობდეს, მე ვერ გაწელავს დროს, იმიტომ თავის დაინტერესება ის დროის გაწელვა ვაფშე არაფერში არ აწყობს. და ვინც ღურზე არიან, ზოგი წელავს ხოლმე დროს და არ ვიცი მეგობრებო, ალბათ ანუ როცა ვიზახი რომ აი თუ თვალში მოხვდით ვიღაცას და რაღაცა გადაგიყვანეს და რაღაცა თქო, ხო? კიდე ვიღაცა მოვიდა. აქ არავის ანუ თვალში მოხვედრას გულისხმობ რომ აი ამ ტახოგრაფს უყურებენ ისინი თორე თქვენ არს გაქვთ შეხება, თქვენ შეიძლება ახლა იმ კომპანიაში 2 წელი ისე იმუშაოთ, საერთოდ ვერც კი ნახოთ თქვენი დისპეჩერი კი არა, საერთოდ ვერც ერთი დისპეჩერი. ვლებით? ხო და ეთყობა რომ ნახულობენ რომ აი ბოლომდე თქვა დადის ეს ადამიანი და რაღაცა დროს ესე უადროთ არ ფლანგავს პირიქით იყო ხოლმე მომენტი რომ ვეუბნებოდი იმას რა ქვია დისპეჩერზე რა მეუღლესთან რომ მუშაობდა რომ ვიცოდი რომ 20 საათიანი მიწა ამ შემთხვევაში ხა ხვალე უნდა ვიყო აქ დაახლოებით 28 საათი აქ უნდა ვიდგე რა და 28 საათი რო ვიცი რომ უნდა ვიდგე და რომ მეუბნებოდნენ რომ აი რაღაცა აი გაჩერდი ვეუბნებოდი აქ რა თქმა უნდა გავჩერდი კაცო მაინდა კიდე რაღაცა ამ ტვირთი მოძებნი ან რაღაცა წავიწევი სხვაგან და იმიტომ რომ აქ რო გავჩერდი აქ უეჭველი ვიცი რომ თქვა ეხა ეს კაი ადგილია ცუდი არაა მაგრამ უფრო ქალაქი და ეგეთი ვაწყობდა რა ჩვენ აი დედაქალაქები და რაღაც ეგეთი ადგილები და იქით უჭამდი ხოლმე twins რა და ეთყობა ეგეთ რამებს რო ხედავენ რომ აი დროს ზუსტად სვავს ეს ბიჭი რაღაცა მაგიტომაც მოგცეს ალბათ ეს ვიზატორი ხა მარტო ლამაზი თვალების გამო არავინ არაფერს არ გაგიკეთებს ხო ხო და აქედან გამომდინარე გააჩნია ვინ როგორ მუშაობს თქო მაგას ვიზახი ხა საერთოდ ჩემი მომკითხავი არ იყო არც დღეს არც ხვალ და არც ზეგარავინ არაა ჩემი მომკითხავი სიმართლე გითხრათ მაგრამ მე თვითონ წვიტავ ხოლმე ესე მე თვითონ მირჩევნია და ეხა ესე ბევრი ესე არ არის მართლა სიმართლე გითხრათ მით უმეტეს ღურზე ვინცაა და ალბათ რა ვიცი ეგ არის ერთ-ერთი შეიძლება ერთადერთი მიზეზიც კი რომ თქვათ არა მაქვს პრობლემა ეხა ხო გეუბნებით ეხა აი მანქანით რომ ჩავალ იმაში ბაზაზე დავქოქავ, შემიძლია მანქანა დავქოქო, გალოკა მოხდა, წავიდე სახლში. აი, დამიჯერეთ რომ შემიძლია და არაფერი არ მოხდება ამით. იმიტომ რომ უფრო ბევრჯერ აქვს ჩემთვის ნათქვამი, შენზეო ეგ არ მოქმედებსო, ხო იციო, შენ რაც გინდა ის ქენიო, დაჟე იარეო მანქანით, просто მე პატარა მანქანა მყავს მეორე კიდე აქ სამსახურში სასიარულოდ რა და. ხო, ნუ მოკლედ მეგობრებო, ეგრეა რა. ამას ეხლა რაც მე გავაკეთე, ამას ქვია ტახოს გაწურვა, ანუ ესე იწყიან ხოლმე რომ აი ტახოს წურავსო რა, ბოლომდე ხა წამოვიდით 13 საათი მქონდა დანიშნული და 12 და 59 და რაღაც 25 წამზე თუ რაღაცაზე გავთიშე დავხურეს მენა, აქ კურდღლის იმაში რა ქვია, კურდღლის თვალიერებაში და წრეზე სიარულში ხო ხდებით, ანუ ესეთი რამე არ მოგიწევთ ხოლმე თქვენ, მაგრამ რამე საქმეზე რომ იდგეს, ჯობია ესე დრო გადანაწილებული ქონდეთ რა, ეხა აქ რო არ შემოსულიყავ, იქაც სავარაუდოდ ეგრე იქ ხა კურდღელს კი არ გადავყვებოდი, მაგრამ იქაც იქ უფრო მეტი რისკი მქონდა, რომ სკიპზე გავსულიყავი, ესე რო ვთქვათ რა და ამიტომ ეს ავირჩიე, როცა არჩევანი უკანაც იყო პარკინგები, რაღაცეები. მაგრამ თქვენ როგორც წესი 1 საათი ადრე დაიწყეთ ხოლმე პარკინგის ძებნა, 9 საათი გაქვთ ატარებელი, თქვათ 8 საათის მერე დაიწყეთ პარკინგის ძებნა და რაღაც 20-30 წუთში იპოვით, თუ ვერ იპოვით და კიდე მეორე 20-30 წუთში უკვე ნამდვილად ხო იპოვით რა. მაგრამ მე რა ვიცი, ესე ვარ მიჩვეული ასე მაქვს ასე ავეწყე რაღაცნაირად და მე ასე მირჩევნია რა ვიცი. ხო, მოკლედ ეგრე მეგობრებო, დღეს ახლა სავარაუდოდ მეც დავიზინებ, ცოტა დავიღალე კიდევაც უკვე, იმიტომ რომ ეს 3:30 არის უკვე რა და დღეს არაფერს გამკეთებელი მე აღარა ვარ, მაგრამ ზატო ხვალ მთელი ამ მომენტიდან რაღაც 25, 26, 27 საათი მაქვს რა, სანამ დავიძვრები რა. ასე რომ ამ 27 საათში ორჯერ ძილით უნდა მოვასწრო. კარგით მეგობრებო, შემდეგ ვიდეომდე.